ცხოროწყუში ხანძარს 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა ემსხვერპლნენ. ცნობილია, რომ ხანძარი სოფელ ხაბუმეში საცხოვრებელ სახლს, სადაც დედაშვილს ეძინა, გამთენიისას გაუჩნდა. ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად ელექტროგაყვანილობის გაუმართავობას განიხილავენ. სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს, ის ესპანეთში აიყვანეს და ახლა მისი ექსტრადირების პროცედურა მიმდინარეობს. პაიკიძეს და კიდევ 5 პირს სუსის სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავება. 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1 წლითა და 6 თვით პირობითი სასჯელი შეეფარდა. ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება. და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში. ვლადიმერ პუტინი ჩვენი სპილოა, პირდაპირ ეთერი კი არა, ცირკია. რატომ ცხოვრობს უბრალო ხალხი პაპუასებზე უარესად? სად არის სტალინის სული, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში? პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენციის პარალელურად რუსეთის მოქალაქეები შეტყობინებებს აგზავნიდნენ, რომელიც პირდაპირ ეთერში დიდ ეკრანზე ჯანდა.